ზუსტად 9 დღეში სიკეთით სავსე ქალაქი საახალწლოდ განათდება. პირველი რესპუბლიკის მოედანი კი მოვლენების მთავარ ეპიცენტრად გადაიქცევა. სამზადისი უკვე აქტიურად მიმდინარეობს. მონტაჟდება ილუმინაციები, იყიდება საშობაო დეკორაციები, ეწყობა სცენა და დედაქალაქის მთავარი ნაძვისხე, რომელიც თბილისის ყველა ქუჩასთან ერთად 12 დეკემბერს აინთება. სოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით ვფიქრობ, ყველაზე მეტად რაც გაგვაძლიერებს, რაც მთავარი ამოძრავებელი ძალა და მოტივატორია ყველა კარგი საქმის კეთების დროს, ეს არის, რა თქმა უნდა, სიკეთე. სწორედ ამიტომ წლევანდელი საახალწლო სლოგანი იქნება სიკეთით სავსე ქალაქი. ტრადიციულად წელსაც ქალაქის მორთვასა და ქუჩებში საახალწლო განწყობის შექმნაზე თბილსერვის ჯგუფი ზრუნავს. ძირითადი ქუჩები და გამზირები ახალი და შეცვლილი ილუმინაციებით უკვე გაფორმებულია. 12 დეკემბრამდე კი დეკორაციები დედაქალაქის ყველა უბანში დამონტაჟდება. თბილისის 10-ვე რაიონში გამზადებული არის ილუმინაციები, რომელიც საახალწლო განწყობას შექმნის და გაალამაზებს დედაქალაქს. როგორც წინა წლებში იყო განათებული ყველა ის ქუჩა იქნება განათებული და ილუმინაციებით მორთული, ხოლო რეაბილიტირებულ ქუჩებზე გვექნება სიურპრიზი და დაემატება ახალი განათებები. შარშან მოგეხსენებათ და წინა წლებშიც სოფლიო მასშტაბით ბევრი გადაცემის თვალსაჩინოში მოხვდა ჩვენი განათებული ქალაქი თავისი სილამაზით და წელსაც ვეცდებით, რომ გავაუცოთ და გავახაროთ როგორც სტუმრები, ასევე ქალაქის მოსახლეობა. როგორც ყოველთვის, საშობაო სოფელი წელსაც ბევრ დამთვალიერებელს ელოდება. პირველი რესპუბლიკის მოედანი საშობაო ბაზრებით, გასართობ შემეცნებითი ღონისძიებებით, საახალწლო ინსტალაციებითა და საციგურაო მოედნით სტუმრებს 12 დეკემბრიდან უმასპინძლებს. საახალწლო სოფელი წელს განსხვავებულ ლოკაციაზე პირველი რესპუბლიკის მოედანზე უმასპინძლებს თბილისელებს, გვექნება ყველა ის ტრადიციული აქტივობა, კონცერტები, საბავშვო აქტივობები, ასევე დაბრუნდება ღია ყინულის მოედანი, რომელიც ძალიან პოპულარული იყო წინა წლებში. ველოდებით ძალიან ბევრ ადამიანს და როგორც დღისით, ისე საღამოს იქნება ძალიან ბევრი საინტერესო აქტივობა. სიკეთით სავსე ქალაქი თბილისი 2025 წელს ამ სლოგანით გააცილებს და ახალ წელსაც კეთილი მომავლის იმედებით შეხვდება. 12 დეკემბრიდან 7 იანვრამდე თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს თითქმის ერთთვიანი ჯადოსნური თავგადასავალი ელით.